მოგესალმებით. მე გახლავართ მარიამ ციკლაური, ასპეტოვსა და საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ვია მოგისმენთ ჩვენი პროექტის შესახებ. მუსიკის გაკვეთილზე ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რითი ვიყავით დაკავებული სკოლის მიღმა. აღმოჩნდა, რომ კლასის მოსწავლეთა ნაწილი იყო დაკავებული სპორტული თუ შემოქმედებითი აქტივობით, ნაწილი კი არა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით ჩვენი სკოლა. ამ დღეს გადავწყვეტეთ ჩაგვეწერა ინტერვიუ მოსწავლეებთან. Ես აკეთებ სკოლის მიღმა. სკოლის მიღმა დავდივარ მუსიკაზე და საღამოს ცეკვაზე. ჰობია თუ ეს სამოულოდ გინდა? ჩემთვის ჰობია. რას ურჩევდი სკოლას? ჟავა მაგალითად ფიზიკური აქტივობები დაკავდნენ და ხო ეგ. მადლობა, ჩვენ ვამზადებს ვიდეო არქივს, სადაც მოგიყვებით და შემოგთავაზებთ თუ რა სასარგებლო აქტივობა შეგიძლიათ გქონდეთ სკოლის შემდეგ. რას აკეთებ სკოლის მიღმა? სკოლის მიღმა დავდივარ სასკოლო საგნებზე და ცეკვაზე. ჰობია თუ სამოულოდ აპირებ მე დაკავებას? ცეკვა ჰობია, მაგრამ სასკოლო საგნები უფრო მომავლისთვისაა. და რას ურჩევდი სკოლას? მურჩევდი რომ ლიტერატურით დაკავდნენ და გამიჩნდნენ. კარგი, მადლობა, ჩვენ ვამზადებ ვიდეო პროექტს, სადაც მოგიყვებით და შემოგთავაზებთ თუ რა სასარგებლო აქტივობები შეგიძლიათ დაკავდეთ სკოლის მიღმა. რას აკეთებ სკოლის მიღმა? ჭამ და შეფილავს სკოლა. რა არის ამის მიზეზი, რომ არაფრით დაკავებული? არ ვარ დაინტერესებული არაფრით. სკოლას ურჩევდი. რა დაკავებული ვიყო? კარგი, ჩვენ ვიღებთ ვიდეო პროექტს, სადაც მოგიყვებით და შემოგთავაზებთ თუ რითი შეგიძლიათ дакавდეთ сკოლის მიღმა. Чем ты занимаешься вне школы? А в чем причина то, что ничем не занимаешься? Весело гулять. Что ты предложишь другим, чтобы чем они занимались? Читают книжки интересные. Чем ты занимаешься вне школы? Собаку. А в чем причина то, что ты ничем не занимаешься вне школы? А что ты предложишь другим, чем они занимались? Хорошо, спасибо. შევიართ კითხვები. მოსწავლეები ხალისი პასუხობდნენ შეკითხვებს და ინტერვიუს შედეგად დავადგინეთ, რომ მოსწავლეთა 60% არაფრით არ იყო დაკავებული სკოლის მიღმა. შედეგები განვიხილეთ და გადავწყვეტეთ, ჩაგვეწერა ვიდეო პროექტი, სადაც ჩვენი კლასის მოსწავლეები უზიარებთ თანატოლებს სკოლის მიღმა ჩვენ აქტივობებს და ვაზრებს რჩევებს თითოეულ აქტივობასა თუ ჰობის შესახებ. იმედი გვაქვს, დავეხმარებთ მათ, რომ აირჩიონ სასურველი აქტივობა და სკოლის მიღმა დაკავდნენ სახალისო და სასარგებლო საქმით. აქ გეტყვით, რომ ვიდეოს მონტაჟზე მუშაობდა ტიხონ პისორელი. ახლა კი ვნახოთ ვიდეო. Меня зовут Тимо, мне 16 лет, и вне школы я занимаюсь боксом. Занимаюсь я боксом уже 3 года. Занятия боксом мне очень сильно помогли дисциплинизироваться, улучшить свое собственное тело, улучшить график. В принципе, как-то я лучше стал себя чувствовать после этих занятий. Я очень сильно всем советую заниматься какими-либо единоборствами. Неважно, какие вид бокс, кикбокс, это все очень полезно и очень помогает организму. Здравствуйте, меня зовут Мандрик Анна, я из Беларуси. Сейчас я учусь в Грузии, в 116-й школе в 10-2 классе. И сейчас я хочу рассказать о том, что я делаю вне школы. Вне школы я отдыхаю, занимаюсь уроками и готовлю. Кулинария – это мое хобби. Я готовлю разные блюда разных стран. Часто я придумываю рецепты сама, либо могу взять из интернета. Советую вам заниматься кулинарией вне школы, потому что это очень развлекательно и полезно. А сейчас давайте посмотрим видео, где я готовлю итальянскую пасту.
Для того, чтобы приготовить такую вкусную пасту, для начала мы обжариваем грудку. После ее обжарки мы нарезаем лук на маленькие кусочки и отправляем жариться. Потом параллельно ставим вариться макарошки и готовим для соуса помидорчики, нарезаем их и кладем на сковородку, чтобы они обжарили. При этом параллельно добавляем пасту. Натираем сыр и добавляем сливки в наши помидорки. Перемешиваем хорошенько и добавляем в наш соус сырок. И потом добавляем макарошки и наслаждаемся вкусной пастой. გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზი პეტრუკი. ბავშვობიდან მიყვარს ლექსების კითხვა და ახლა წაგიკითხავთ ლექს მცირი. Немного лет тому назад там, сливаются, шумят, обнявшись будто две сестры, струи Арагви и Куры, был монастырь из-за горы, и нынче въезжает пешеход столбы обрушенных ворот, и башни, и церковный свод. Но не курится уж под ним кадильниц благовонный дым, не слышно пения в поздний час, молящих иноков за нас. Теперь один старик седой развалин, страж полуживой, людьми и смертью забыт, сметает пыль с могильных плит, которых надпись говорит о славе прошлого и о том, как удручен своим венцом такой-то царь в такой-то год вручал России свой народ. Здравствуйте, мое имя Филипп Толри, и я за спорт. Надо во время школы, после школы и всегда заниматься спортом. Жизнь, не курить, не пить. Я занимаюсь спортом уже почти несколько месяцев, и мое тело стало намного лучше, здоровее. И даю вам один совет. Занимайтесь спортом, ребята, во время и после школы. Да. Здравствуйте, меня зовут Байрамова Сара. Я ученица 10-2 класса. Пришла в 116-ю школу совсем недавно. Узнав, что в нашей школе есть проект по музыке, я очень обрадовалась, так как сама увлекаюсь пением, а также рисованием. В моих рисунках могут выражаться мои настроения и эмоции. Сейчас я хочу вам представить мои рисунки на тему «Времена года» Антонио Вивальди. Спасибо за внимание. გამარჯობა, მე ვარ არჩინავი 100 მეტრის სკოლის მოსწავლე, მე-10 მეორე კლასი. მე ვარ დაკავებული კალათბურთით, დავდივარ მე-5 წელია. ეხლა დავდივარ საკალათბურთო კლუბის ხარში და ეხლა გაჩვენე ჩემი ჰაილაიტები.
გამარჯობა, მე ვარ ნინო სოზიაშვილი. გამარჯობა, მე ვარ მილა ხასხაზიანი. და ჩვენ ვართ მე-10 მეორე კლასის მოსწავლეები. დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ვოკალური ნომერი. ორივეს ბავშვობიდანვე გვქონდა მუსიკასთან ახლო კავშირი. 4 წლის ასაკში გავედი დიდ სცენაზე და შევასრულე ჩემი პირველი სიმღერა. ასევე დავამთავრე 6 წლიანი მუსიკალური სკოლა, ვიოლინოს სპეციალობით. მე კი 5 წლის ასაკში მშობლებმა შემიყვანეს სიმღერაზე, თუმცა სამწუხაროდ ჩემი სასიმღერო კარიერა დიდხანს ვერ გაგრძელდა. 9 წლის ასაკში შევედი მუსიკალური სკოლის კლასიკური გიტარის სპეციალობაზე. ახლა კი ვამთავრებ 6 წლets. მუსიკა არის ჩვენთან როგორც ბედნიერ, ასევე რთულ მომენტებში და გვეხმარება გადავლახოთ ნეგატიური ემოციები. როგორც ამბობდა ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორი, მუსიკა არის საგანძური, რომელშიც ყველა ეროვნებამ თავისი წვლილი შეიტანა საერთო სიკეთისთვის. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შესრულებულ სიმღერას, როცა ჩაქრება ჭადრებში. როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება შენი წარსული ქალაქო მე თვალწინ დამეხადება აბარია თუ ნამდვილი ვინ მოიგონა ვინ იცი არის მეორე ლეგენდა რატომ დაგერქვა თბილისი Я Настя, я люблю рисовать, я рисую родителей, не на бумаге. Вот, мне это очень нравится, занимаюсь этим где-то 2 года уже. И все. Это Крита, приложение, в котором я рисую, вот мое рабочее место, на которое я смотрю. И я потом покажу вот так. Вот так, мы сделали лайн за примерно 3 часа. Сейчас будем делать сначала плоский покрас, а потом уже добавлять объем. Вот покрас закончили, осталось сделать небольшой фон, и все готово. Вот так вот. ჩვენ ერთად მიდექნით საჯარო სკოლის მოსწავლეები. მარიამ ციკლაური, ანია ჩიკეცია, ვიქტორია გეგენძა და მია შუმინა. როცა გავაგეთ მუსიკაში გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა გვეჩვენებინა ჩვენი ნიჭი. აღმოჩნდა, რომ ოთხი უზომოდ გვიყვარს ცეკვა. მარიამს, ანის, მე და მიას. და გადავწყვიტეთ დაგვიდგა ქართული ხალხური ცეკვები პოპული. ბავშვობიდან ცეკვებდი კისოვსკის ქართულ ხალხურ ცეკვის ანსამბლ იგერიაში. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს მეგობრებსაც ასევე უყვართ ცეკვა. რეპეტიციის დროს ანი გვეხმარებოდა, რომ ჩვენი ცეკვა ყოფილიყო დახვეწილი და ლამაზი. ბევრი ვიხალისეთ, ვიშრომეთ და საბოლოოდ გადავიღეთ ვიდეო. ცეკვები არის ძალიან სახალისო. ცეკვისას ხასიათი მიუჯობებდება. ცეკვის ენერგიაზე მოვყავარ და ასევე ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ცეკვისას მოვეწყობა თუ იგივე რამე ცუდი ხდება და მარტო სიხარული და ბედნიერებაა გულში. ამიტომაც გიშევთ თქვენს ცეკვას უფრო მეტი და დაიხალისოთ თქვენი ცხოვრება. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ყველას მიყვარს ცეკვა და დავით ქართული ცეკვები. ასევე ჩვენ გამოხადეთ პატივისცემა ჩვენი ქვეყნისთვის. და ეს ჩვენი ვიდეო.
Тихон Писарев, ученик 10 Б класса, ответственен за монтаж данного проекта. Монтаж видеороликов — это мое увлечение, этим занимаюсь вне школы уже где-то 4 года. Спасибо за внимание.